Ეხლა გიორგი ხატიაშვილს მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ახლა გათენდა შეერთებულ შტატებში, თქვენ მოასწარით თუ არა, ნახეთ თუ არა წერილი, რომელიც კობახიძის ავტორობით და ამ წერილის ადრესატები არიან ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. შეიძლება ეს უშუალოდ ეს წერილი კონკრეტული ამ სიტყვებით, ამ ტექსტით არ იყო გაგზავნილი შტატებში, მაგრამ წერილი იწყება იმის აღწერით, რომ წერილი გაიგზავნა კობახიძის მხრიდან შეერთებულ შტატებში რამდენიმე კვირის წინ და რომ პასუხი არ მიუღიათ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. დიახ, გავეცანი ამ წერილს და პირველ რიგში რისი თქმაც მინდა ალბათ იმის, რომ რა თქმა უნდა, ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვლილი წერილი, ხო? ამის მარტივი მიზეზებია პირველ რიგში ის, რომ Facebook-ზე გამოქვეყნდა ქართულად, არც ვიცით არსებობს თუ არა ინგლისური თარგმანი, მართლაც გაიგზავნა თუ არა ეს ვარიანტი, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ შესავალში, წერილის დასაწყისში წერია, რომ სხვა წერილი გამოგიგზავნეთ და არ გვიპასუხეთ და შესაბამისად ამ წერილს გწერთ. ხო, პირველ რიგში ეს არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი ტონიც, ჭყალებში ბრალდებებით და პრეტენზიებით, ეს თავიდან ბოლომდე არის ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი და მხოლოდ შემდეგ არის გათვლილი, არ ვიცი ახლა გათვლილია თუ არა და ალბათ იმდენი კი ესმით, რომ ამ წერილს არც JD Vance წაიკითხავს და მით უმეტეს არც დონალდ ტრამპი, მაგრამ პირველ რა თქმა უნდა ეს არის ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი წერილი. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ მხოლოდ ვენსი და ტრამპი ხომ არ არიან, არის რაღაც იერარქია, მათ შორის საელჩოდან იწყება, მოკლედ ამ წერილის რაღაც მონაკვეთებს აუცილებლად ნახავს კონკრეტული, ასე ვთქვათ, ადრესატი ყავს და თუ ტრამპი არ წაიკითხავს, ვიღაცები ხომ წაიკითხავენ, ანუ თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად აი ამ გზავნილებს, რომელიც არის ამ წერილში, მესმის რომ არის შიდა მოხმარების, მესმის რომ ამ ტონით კაც რომლის ვახსენეთ წინასტუმართანაც საყვარელი სიტყვებია და ყველაზე ხშირად გამოყენებადი მე და ტრამპს გულისხმობ ამ ტონის წერილს ახლა ნებისმიერ ენაზე ალბათ არ გაუგზავნიდნენ, მაგრამ ზოგადად ეს მიდგომა რისი პრევენცია, რის დაზღვევას ცდილობს ოცნება თუნდაც ქვეყნის შიგნით და გარეთ. ესე იგი, როგორც ჩანს, რა ხდება, ანუ მიმდინარეობს ასე ვთქვათ, ნიადაგის და იდეოლოგიური მომზადება, რომ თუ მეგობარი აქტი მიიღეს, თუ ტრამპის ადმინისტრაციამ აღასრულა და საქმეში მოიყვანა მეგობარი აქტის სრული სიმკაცრით, საჭიროა, ასე ვთქვათ, ეს უკან დასახევი გზა, რომელიც თავიდანვე ხო ხშირად ვიმეორებთ, რომ ის განცხადება, რომ Deep State თუ ტრამპი ჩვენზე გამოჩნდება, ტრამპი დაამარცხებს თუ არა, Deep State ყოველთვის იტოვებდნენ, ასე ვთქვათ, უკან დასახევ გზას. ეხლა რაც შეეხება თვითონ წერილის შინაარსში რო შევიდეთ, ხო? პირველ რიგში ეს უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არანაირი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და წონა ამერიკისთვის არ აქვს, ხო? ჩვენ არა ვართ ისრაელი, კუბა, თუნდაც ვენესუელა და თუნდაც უნგრეთი, ხო? ამ წერილში ხო ესეთი ტონია, რომ ჩვენ ესეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვართ, ჩვენ ასე ვთქვათ საინტერესო მათემატიკა 2.5 მილიარდი დაგიზოგეთ, რომელიც ჯერ ხო სადავოა დათვლა, მაგრამ მეორე ხო საინტერესო კალკულაცია იყო ამ თანხების და 2.5 მილიარდი კი ბატონო ჩვენთვის ფულია, მაგრამ ახლა ვაღიაროთ, რომ ამერიკისთვის ნამცეცებია, ახლა ამერიკის ბიუჯეტისთვის 2.5 მილიარდი. რაც თავარია მესიჯი, რომ სულთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, ხო? კი ბატონო, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აწყობს სულთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება, მაგრამ ხოდა ისმის კითხვა, აი ამერიკას რა თქონდა სულთა ან რაში უნდა რომ სულთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები, როგორც ისევე რომ გავიმეოროთ. კი ბატონო, საქართველოს ხელისუფლების ინტერესია რომ დაალაგდეს ამერიკასთან. აი რატომ უნდა დაგილაგდეს დონალდ ტრამპი? რას კარგავს დონალდ ტრამპი თუ არ დაულაგდეს საქართველოს ხელისუფლებას? რა აკლდება მას? და თუ აქედან ამოვალთ, შესაბამისად ისიც უნდა გასაგები იქნება აქ ამ წერილში ჩივილიც არის, რომ აი დუმილი რატომ არ ვცემთ? პასუხი არის მარტივი, რომ ხა ჯერ დუმილი არ არის, ხო? ელჩი საშუალებით შეუთვალეს
მე ლევან დავითაშვილს ხო ქონდა შეხვედრები იქაც რაღაცა შეუთვალეს ალბათ და ეხა ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის დონეზე არ წყდება საქართველოს საკითხი. ესეც უნდა ითქვას, რომ საქართველოს საკითხი ამერიკის ელიტაში ისრაელისგან თქვა ან კუბისგან განსხვავებით ამერიკის ელიტაში არ არის განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს თანამდებობაში. თუმცა გიორგი, ნახეთ, მეგობარი აქტი კონგრესში მიღებული იმ მხარდაჭერით, რა მხარდაჭერითაც იქნა და ეს როცა გადავა სენატის შემდეგ თეთრ სახლში, თქვა ტრამპის კაბინეტში, მას რაღაცნაირი გადაწყვეტილება, რაღაც გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ანუ ამ საქართველოს თემაზე, რომელზეც მას ჯერ მხოლოდ ორი განცხადება აქვს გაკეთებული, ისიც იდენტური, რომ თავის დროზე ბუშის დროს საქართველოს წაიღო რუსეთმა ამ ფორმულირებით, ანუ რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ამისგან თავის დაზღვევა იყო ეს ტექსტი ქვეყნის შიგნით. კი, ანუ ესე იგი კი ბატონო, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ამერიკის ელიტაში ესეთი განსხვავებული აზრი არ არის, ან არა, უმეტესობას რა თქმა უნდა საქართველოს საკითხი ან არ იცის, ან არ აინტერესებს, ვისაც აინტერესებს, ის საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულად არის განწყობილი. შესაბამისად, ამ წერილში ის ჩივილიც არის, რომ კონგრესს რატო არ უპირისპირდება პრეზიდენტი, ამ საკითხზე, რომელიც მას არ აინტერესებს და უმნიშვნელოა, ის კონგრესის წინააღმდეგ არ წავა, ხო? ეს მარტივია. შესაბამისად არის შიში ალბათ საქართველოს ხელისუფლებაში, რომ თუ ეს სენატში დამტკიცდა არანაირი ასე ვთქვათ სტიმული ტრამპს რომ ამ კანონს ხელი არ მოაწეროს არ აქვს. შესაბამისად არის ეს შიში რომ მოაწერს და ამოქმედებს და ხა ბუნებრივია. ხო არავის არ უნდა, იმიტომ ეს კანონი თუ ამოქმედა სრული სიმკაცრით ჩვენ გვეყოლება მეტი სანქცირებული ადამიანი, ჩვენ გვეყოლება შემზღუდებელი საკანონმდებლო რეჟიმი და ეს რა თქმა უნდა ხა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ეგეც სრული არ აქვს და არ უნდათ. და რა თქმა უნდა დალაგება უნდათ, უბრალოდ როგორ უნდათ დალაგება, ეგ არის საკითხი, ხო? დალაგების სურვილი არის ამ წერილში, რომელი აუდიტორიისთვისაც არ უნდა იყოს. როგორ? გულისტკივილი, ამ წერილში არის გულისტკივილი, მაგალითად ითქვა, რომ თუ ავტოკრატიებს ელაპარაკებით, ჩვენ რატო არ გვეღარ? ჩვენით ვართ ნაკლები. ხო, ამაზე პასუხი არის, რომ ის ავტოკრატიები ჯერ ესეთი მსოფლიო ნავთობის 1/3-ს აკონტროლებენ, რაღაცას წარმოადგენენ, ამერიკას რაღაცაში სჭირდება. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს რას წარმოადგენს ასეც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეხლა ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გზას. ხო, ჩვენ დებარეობა შუადერეფანი, დერეფანი. კი ბატონო, ეს გზაჯვარედინები თქვა ევროპისთვის რაღაცა მნიშვნელობის აქვს და ამერიკას რა აკლდება? აი შენ რო არ გელაპარაკება რა, მართლა ხო ნავთობს არ გადაკეტავ და ბაქო ჯეიხანს და რა აკლდება? ეს ხო უნდა გვესმოდეს ძალთა ბალანსი. და ანუ ვის ველაპარაკებით და როგორ ველაპარაკებით აქედან გამომდინარეობს ის იგნორის თქვა ამერიკის ხელისუფლებიდან და ასევე არ მინდა ხაზი გაუსვა მესამე პუნქტად იყო მოყვანილი ეს ეგრეთ წოდებული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხwebdriver რომელიც თითქოს და ჩვენ თქვა საქართველოს ხელისუფლებას და ამერიკის მთავრობას აქვს და როგორ ვერ ვლაგდებით აქ რამდენიმე საკითხი გასაშლელი პირველი ხო საერთაშორისო ურთიერთობებში ის რომ აი თქვა ტრამპი ქვეყნის შიგნით ამ პოპულისტურ კონსერვატივს აწვება და ესენი თქვა და ფსევდო კონსერვატორობენ და ორივე თანხდება რომ ხალი ხალია და კაცი კაცი ეს არ არის საკმარისი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის რომ რაღაცა თქვა სტრატეგიული ინტერესები გადაილახოს ან ამაზე დამყარდეს სტრატეგიული ინტერესი ხო ბევრი მაგალითია მithქვამს არაერთხელ რომ ჩინეთი და ვიეტნამი ორივე კომუნისტური ქვეყნებია კომუნისტური პარტიის მიერ იმართება და უკანასკნელ დრომდე ვიეტნამი ამერიკისგან რომელთანაც ომი ჰქონდა თვითმფრინავის ყიდულობდა ჩინეთის დასაბალანსებლად პირიქით ხო ალბათ რუსეთის ჩინეთის და ამერიკაც ამ გენდერზე დღესდღეობით თანხდება მაგრამ ვერ ლაგდება ხო და არ და ვერ ლაგდება ჩინეთთან სავაჭრო ომი აქვს და რუსეთთან მიუხედავად იმისა რომ ბევრს ეგონა და რაღაცა თქვა პოზიტიური განცხადებები იყო ხო ერთი სანქცია წარმოუხსნია მეორეს მხრივ უკრაინას აკრიტიკებს მაგრამ უკრაინას ნუ ეხმარება ხო და მინერალების შეთანხმება შესაბამისად ეს იდეოლოგია არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში საკმარისი თან ეს თქვა სინქრონიზაცია ან თანხwebdriver რომ ქვეყნებს შორის ასევე ვთქვა deep state ეს ტერმინი რისთვის გამოიყენება თქვა რა კონტექსტში გამოიყენება ოცნების ლიდერების მხრიდან და რა კონტექსტში გამოიყენებს მას ტრამპი თავისი შიდა აუდიტორიისთვის ტრამპი ხო ესეც ვთქვა ტრამპი რა არის ტრამპისთვის deep state და ზოგადად ამერიკის მემარჯვენე წრეებისთვის ეს არის ჩაბუდებული ბიუროკრატია ამერიკის სახელმწიფო უწყებებში რომელიც მათი აზრით არიან ძირითადად დემოკრატები აქვთ საკუთარი დღის წესრიგი არ ემორჩილებიან და უკვე ტრამპის პირველი და ამ მეორე პრეზიდენტობის დროს რომ საბოტაჟს უწყობენ მას და ნუ ეს
და მეორე ეს სისხლის სამართლებრივი დევნაც და შესაბამისად ეს თქვათ ფედერალური ბიუროკრატიის შემცირება იქნება თუ სხვა, ეს არის ამ თქვათ deep state-ის მოშლა. ეს არის ტრამპისთვის. საქართველოს ხელისუფლებისთვის პირველი მოხდა ეს სინქრონიზაცია და რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, გლობალური ომის პარტია გახდა deep state-ი, იყო ჯერო თქვათ აი საცეცია გლობალური ომის პარტია, დღესდღეობით სინონიმებია, ხო, გლობალური deep state-ი და მეორე საქართველოს ხელისუფლებისთვის არის ასე ვთქვათ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება ცუდი, ყველაფერი deep state-ის ბრალია. ჯერ კიდევ საკითხავია ტრამპი თუ თulis რომ deep state-ი საგარეო ურთიერთობებს მართავს იმ დონეზე რა დონეზეც თქვა საქართველოს ხელისუფლება თulis რომ deep state-ი მართავს. ეს ერთი და მეორე ამ წერილში ხო ისიც არის რომ მარტო ის ხო არ არის deep state-ის არის რომ აი ბაიდენის ადმინისტრაცია აქ რევოლუციას გეგმავდა deep state-თან ერთად და ახლაც USAID-ის დაფინანსებული 250 კაცი უკვე თაროზე არ არის შემოდებული ეს რევოლუცია. ეს ხო ითქვას რომ არსებობს ამხელა თქვა ინსტიტუციური მეხსიერების ქვეყანაში რაც არ უნდა პრეზიდენტმა ილაპარაკოს ხო არის თქვა ინსტიტუციური განგრძობითობა ამის მრავალი მემკვიდრეობითობა რომ კი ბატონო უკრაინას აკრიტიკებენ და მიუხედავად ეხმარებიან და ძალიან ცოტა საკითხის არის ისრაელი, კუბა, რაშიც ამერიკის ელიტაში თქვა რაღაცა განსხვავებებია რომ პრეზიდენტმა შეცვალოს და საქართველოს არის უნიშნელო ქვეყანა ამ კუთხით და ნარჩუნდება ბიუროკრატიული ინერცია. ამიტომ იმედი რაც ამათ სურთ რომ თქვა ეხა ჯეიდი ვენსი გამოვიდეს და თქვას რომ ამერიკი რაც თქვა კობახიძემ 2024 წელს მეორეჯერ რომ შემოაბრუნეს აგენტების კანონი Twitter-ზე დაწერა ინგლისურად რომ ამერიკის ელჩი აქ ორ რევოლუციას გეგმავდა რომ მეორე ფრონტი გაეხსნა. ამას ეხა ჯეიდი ვენსი არიზამს და არც ერთი ამერიკის მთავრობა არიზამს რომ თქვას რომ საკუთარი საელჩო ეხა აქ რევოლუციას გეგმავდა რომ მეორე ფრონტი გაეხსნა. დაეთანხმოს ამაში. დაეთანხმოს და თქვას რომ ეს deep state-ის ბრალია. ეს deep state-ი ეს ტრამპი კიდევ ერთხელ სხვა კონტექსტით იყენებს და საქართველოს მთავრობის იმედი რომ ეხლა აქ deep state-ს დაბრალდეს ყველაფერი არ და ვერ იქნება. მით უმეტეს რომ არ არის საქართველოს ესეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამ კუთხით და შესაბამისად ვიღებთ იმ მიმართებებს, რასაც ვიღებთ და იმ წერილს. ხო, ამ წერილში ისიც არის ნათქვამი, რომ აი გერმანიაში და რუმინეთში ხო და გერმანიაში და რუმინეთშიც ჯერჯერობით განცხადება რა იყო, რომ ერთგან რო კანდიდატს ნუგზალავთ და პარტიას ნუგზალავთ, ხო? ეს იყო და ნუ იქ საფრანგეთშიც ხო და ახლა საქართველოს მიმართებაში რა განცხადებას ელიან? ეს ერთი. მეორე იქ ითქვა, რომ აი ორივეგან ევრობიუროკრატიის ზეწოლაა. და ჩვენთან რატო არ აკეთებთ ამ განცხადებას? ორივესთან ამერიკამ განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ ორივესთან მიმდინარეობს ირიბი თუ პირდაპირ თქვა ულტრამემარჯვენე ძალების შევიწროება, ხო? და ამიტომ გააკეთა თქვა განცხადება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველოს მიმართებაში რას ელიან? ანუ ელიან რა, ანუ სურვილი, განუხორციელებელი არის ალბათ ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თქვას, რომ ბოდიშ ვიხდით ჩვენიანები ყოფილ ხართ. ხო, იმიტომ რომ თქვენც ამ თქვენთვისაც დედა და მამა და ეკლესია ძვირფასია. ბაიდენის დროს ჩვენ ვაფინანსებით დახო რევოლუციას მეორე ფრონტის გახსნის მიზნით. მეც აღარ ვიზამთ. მეც აღარ ვიზამ და ნუ ისიც იყო რა თქმა უნდა აწუხებთ რომ დღემდე სანქცირებულები არიან მაღალჩინოსნები, რაც ითქვა ასევე წერილში, ამ სანქციების მოხსნა რა თქმა უნდა. რეალურად ალბათ ყველაზე მეტად ეს აწუხებთ. არა? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგალითიც აქვს უნგრეთის დამავიწყდა უნგრეთში. კი ბატონო, ერთ-ერთ ჩინოვნიკს მოუხსნეს სანქციები. მაგრამ არ გვაქვს ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციაში უნგრეთის წონაც კი და არ გამოდის, ხო? ანუ კონგრესის რადარზე რომ ჩანვართ და ვილსონის და სხვების ეს არ ნიშნავს რომ ტრამპის რადარზეც იგივე ხო ან უნგრეთს ძალიან ბევრი კრიტიკოს იყავს ამერიკაში და კონგრესშიც და დემოკრატიულ მაგრამ უნგრეთს ბევრი მხარდაჭერი წყავს და ხა შეუდარებელია ჩვენი წონა ხო ბოლოს და ბოლოს ორბანი ტრამპს პირადად იცნობს და ჩვენ ამ კონსერვატიულ დღის წესრიგშიც ვერ და არ ჩავჯექით ვერ ნიშნავს რომ ცდილობდა არ გამოვდის და მე ამ დიდი ცდილობები არც მინახავს რომ აი არ ვიცი ხა რა შეიძლება ტაკერ კალსონთან ინტერვიუს ჩაწერა ანუ საერთოდ იყოს გაყუსულობა და იმედი რომ ხა ტრამპი რახან რაღაცებს იძახის და ჩვენ ამაზე ვეთანხმებით მოხდება და ჯეფრი საქსის რაღაც განცხადებების იმედად იყვნენ არანაირი პროაქტიული მუშაობა რომ აი თუნდაც ამ კონსერვატიულ დღის წესრიგში ჩაჯდე ან არ ვიცი მე ილონ მასკს მიწერო ან ვიღაცას შეიძლება მიწერეს და შეიძლება მიწერეს ხო, არ ვიცი, რაც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ვერ ჩავჯექით ამ დღის წესრიგში უნგრეთის დონეზეც კი და არ გამოდის და ან მეორე რაც ვიცით საჯაროდ არის რომ ამერიკამ განუმარტა საქართველოს რა არის გასაკეთებელი.
ხო და შესაბამისად ელოდებიან რომ რაღაც არის გასაკეთებელი. ისინი არ ჩქარობენ ამ რაღაცის გაკეთებას და შესაბამისად თავს იზღვევენ შიდა აუდიტორიის წინაშე ამ ტიპის განცხადებებით, თუ ამას რამე, ასე ვთქვათ, უარყოფითი გამოხმაურება მოყვება შტატებიდან. ეს შეიძლება ასე შევაფასო, ასე რეზუმე გავუკეთოთ. თუ რაღაც არ კეთდება და მეორე მხრივ ცვლილობა მიეცა ამ მეგობარ აქტს, თავი უნდა დაიზღვიო და თქვა რომ ყველაფერი deep state-ის brალი, ანუ თან ტრამპს არ აბრალებ პირდაპირ, ამბობ რომ ტრამპმა ვერ დაამარცხა deep state-ი და ეს საქართველოს მაგალითზე ჩანს, ხო? და ეს ეხა ერთის მხრივ ისეთი იდეოლოგიური კონსტრუქტია, რომელიც ანუ რა არის ნიშნული, როდესაც ტრამპი თქვა deep state-ს დაამარცხებს, ხო? ეგ ნიშნული ვერ გაზრდა. მათთვის ეს ნიშნულია თუ ის ოცნებას რაღაც იკობახიძეს დაურეკავს და ლეგიტიმაციის კრიზისს ამით აღმოფხრის ოცნება. ხო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამერიკაში არის ბიუროკრატიული მემკვიდრეობა. საქართველოს რაც არ უნდა deep state-ი იყოს, ის ქაღალდები რაც წინა ადმინისტრაციამ შეიმუშავა საქართველოზე, ეხლანდელი ადმინისტრაციაც ამ ქაღალდებს ეცნობა. და ნამდვილად არა აქვს ის განცდა, რომ ეხლა deep state-ის პროპაგანდას კითხულობენ და ახალი ქაღალდებია დასაწერი ამ საკითხზე. ისიც რომ 1000-ჯერ ნაკლებად კრიტიკულია დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს მიმართებაში საჯარო განცხადებების დონეზე, ამდენი საჯარო განცხადება არ კეთდება და ეს დუმილი საერთოდ არ კეთდება, ეს იყო ჟურნალისტის მიმართვა სახელმწიფო დეპარტამენტს და შემდეგ იყო პასუხი რომ იციან რა უნდა გააკეთოს. დუმილი რატომღაც ახლა უკმაყოფილოები არიან საქართველოს ხელისუფლებაში ამ დუმილით, მაგრამ ეს დუმილიც მე პირადად მათ ადგილას პოზიტიურად აღვიქვამდი, რომ 1000-ჯერ შემცირებული, ასე ვთქვათ, ეს ნეგატიური განცხადებები. კიდევ ერთხელ მეორე, ისინი რა თქმა უნდა 1000-ჯერ მეტ ნაბიჯერია, რაც კიდევ ერთხელ რატომ უბრალოდ არ გადადგავს ამერიკა, ხო? აი რატომ უნდა დაგილაგდეს დონალდ ტრამპი? რა ასეთი ინტერესი აქვს დონალდ ტრამპს, სულ რომ აი ეს deep state-ის დამარცხება, სულ რომ deep state-ი დაამარცხოს და მაინც არ დაგილაგდეს, ანუ რა ინტერესი აქვს დონალდ ტრამპს რომ დაგილაგდეს? ასეთი რა, აი რას კარგავს თუ არ დაგილაგდა. ეს ხო არის ამოსავალი წერტილი და შესაბამისად არ ვიცი, ჩვენ ინტერესში უფრო არის, ხო, ალბათ დალაგება და შესაბამისად ჩვენ მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჯერჯერობით ეს საკითხი ფაქტია არ ლღვება და არ იძვრის. და ბოლოს ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ მათივე წარმოდგენაში თუ ასეთი ძლიერია ეს deep state-ი, რომ როგორც ამ წერილშია, ხო, ომებს აჩაღებს და ევროკავშირს მართავს და ამერიკას მართავს, ხო არის კითხვა, რომ თუ აბსოლუტურად რაციონალურად ხო სიფრთხილეს ვიჩენთ რუსეთთან, სანქციებს არ ვაწესებთ, იმიტომ ამის ნამდვილად თავი ჩვენ არ აგვაქვს და ამ deep state-ს რამტომ უბედავთ ამდენს? საფრთხეს სიფრთხილეს რა რესურსი აქვს 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანას, რომ დაუპირისპირდეს deep state-ს, რომელიც მათივე ლაპარაკით და მათივე თქვათ წმენა წარმოადგენს, მართავს ევროკავშირს, ევროპას და ომებს აჩაღებს. რა რესურსი აქვს ასეთი პატარა საქართველოს, რომ დაუპირისპირდეს deep state-ს? კი ბატონო, ძალიან ლოგიკურია ეს შეკითხვა. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის დოქტორი, იყო ჩვენი სტუმარი შეერთებული